რუსეთი და ევროკავშირი აზრთა სხვადასხვაობის დაძლევა შეეცდებიან. შვედეთში დღეს რუსეთ-ევროკავშირის სამიტი იხსნება, რომელზეც მხარეები ენერგეტიკის საერთაშორისო ვაჭრობის და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში არსებული პრობლემების მოგვარებაზე იმსჯერებენ. რუსეთის დელეგაცია სტოკჰოლმში დიმიტრი მედვედევი ხელმძღვანელობს. კრემლის ლიდერი იმედოვნებს, რომ შვედეთში რუსეთსა და ევროკავშირის თანამშრომლობის ახალი მასშტაბური შეთანხმების გაფორმება შეძლებს. ევროკავშირი რუსეთისგან გაზის უწყვეტ მიწოდებაზე გარანტიას ითხოვს. ბოლო წლების განმავლობაში ევროპის ქვეყნებს რუსეთისგან არაერთხელ შეექმნათ ბუნებრივი აირით მომარაგების პრობლემა, რის გამოც ევროპა ალტერნატიული ენერგომატარებლების პროექტებზე მუშაობს. ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სერიოზულად გართულდა. ევროპის უკმაყოფილებას იწვევს ადამიანის უფლებების დარღვევის მასშტაბები თავად რუსეთშიც. განსაკუთრებით ჩრდილო კავკასიაში დასავლეთმა არაერთხელ გააკრიტიკა რუსეთი გამოუძიებელი მკვლელობების და ოპოზიციონერთა უფლებების შეელახვის გამოც. ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ რუსეთ-ევროკავშირის ეს სამიტი თავად გაერთიანებაში არსებული პრობლემების ფონზე მიმდინარეობს. ევროპას სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის მოგვარებაზე მეტად ის საკითხი აწუხებს, რაც ლისაბონის შეთანხმების თანახმად მიმდინარე რეფორმებს უკავშირდება.